ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და არჩევანის წინაშე გახარ ცხოვრებაში. შენს ხელშია შენი კარმა, შენს ხელშია შენი სამართალი და ის ყველაფერი, რაც მომავალში მოხდება შენს ცხოვრებაში, ეხლა ხარ რაღაცნაირად გზა გასაყარზე და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეაფასო სიტუაციები და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. აი, წინ არა გაშლაც გავაკეთე, თითქმის იგივე მივიდა, რადგან მგონია, რომ შენ იღებ რაღაც არასწორ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით და სამყარო გეუბნება გადახედე, ამ გადაწყვეტილებას გადახედე. მ, და ის, საიდანაც შენ წახვედი, რეალურად იყო შენი სისავსე. აა, რეალურად იყო ძალიან დიდი პოტენციალი ურთიერთობის. მაგრამ შენ რაღაცნაირად გამოხვედი ამ მდგომარეობიდან, გამოხვედი ამ სიტუაციიდან და ის თასი, რომელსაც ეს ადამიანი გთავაზობდა, არ მიიღე. და არ მიიღე, იმიტომ რომ შენ იყავი ფოკუსირებული მთლიანად შენს მიზნებზე და მთლიანად შენს მომავალზე. მაგრამ სამყარო გეუბნება, რომ ეს ადამიანი არ არის ხელწამოსაკრავი ადამიანი შენ ცხოვრებაში. და ნუ უარყოფ მას, ნუ უარყოფ მის შეგრძნებებს. და ნუ გაწყვეტ მასთან ურთიერთობას. ჩაიხედე ღრმად შენს სულში და შენს შინაგან სამყაროში, რადგან იქ არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ახლა დაფარული იყოს შენთვის. იქ არის პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც შენ გაქვს. და ის ადამიანი, ვისაც ახლა რაღაც ბარიერს უწესებ შენს ცხოვრებაში და არ უშვებ ახლოს, რეალურად მასთან გელოდება ოჯახის შექმნა და მასთან გელოდება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. მასთან შენი ენერგიები ძალიან გაიხსნება და მასთან შენ გადახვალ ცხოვრების ახალ ეტაპზე. შენში გაიხსნება უფრო მეტი ნიჭი, უფრო მეტი ცოდნა და ეს მოგიტანს ცხოვრებაში ძალიან დიდ წარმატებას და ძალიან წარმატებულ მომავალს. ასე რომ ნუკრავ ხელს იმას, რაც შენია, იმას, რაც შენი მომავალია. ნუ იბრძვი მარტო. მიეცი საშუალება ამ ადამიანს, რომ დაგეხმაროს. აი, ბოლო არკანი ამოვიღოთ. ხო, იყავი მომხვეჭელი ამ შემთხვევაში და ჩაეჭიდე კარგად ამ ურთიერთობას. რადგან ამ ურთიერთობაში არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა. აქ არ არის რაღაც შფოთვითი მიჯაჭვულობა, ან რამე არაჯანსაღი, ხო? აქ არის ძალიან სწორი დამოკიდებულება ამ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარულიც. და რაღაცები უნდა შეიცვალოს ამ ურთიერთობაში ძალიან ძალიან სწრაფად. და ეს ცვლილებები შენ უფრო მეტად გაგაძლიერებს და შენში ახალ რესურსებს გახსნის. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ გაშლის განმავლობაში. თუ გაქვს კიდევ კითხვები, რომელსაც ამ გაშლით ვერ უპასუხე, მაშინ გელოდები პირად სესიებზე და უფრო დეტალურად განვიხილოთ შენი ამბავი.